ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობა, რაღაც ასაკის შემდეგ, ნუ აი 45, 50, 40 წლის შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ, როდესაც უკვე შევალთ გარკვეულ ასაკში და მენოპაუზის მერე მით უმეტეს. კაცებს ეს რისკი არ აქვთ. ამიტომ ჩვენი მოძრაობა, ჩვენი მოქმედებები, რომ ჩვენი ძვლოვანი სისტემა, კუნთოვანი მასა იყოს მობილიზებული, არის ორმაგად და ასმაგად მნიშვნელოვანი. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალა და ვიმოძრაოთ. ქალებო, გოგოებო, აუცილებელია რომ ვიმოძრაოთ, არ არის აუცილებელი მაინც დარბაზში, სიმძიმეებით და ასე შემდეგ, უნდა ვიმოძრაოთ. გამარჯობა. უკიდურესად ტკივა, ზურგი, წელი, მთლიანი აი უკანა მხარე და ეს არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ სრულიად უმოძრაო გავხდი. აუცილებლად უნდა ვივარჯიშო და ამას აქ ვამბობ, იმიტომ რომ რაღაცით უნდა მოვიკრიბო ძალა და გავაკეთო. ვერც იმას ვერ დავაბრალებ, რომ დრო არ მაქვს, უბრალოდ რაღაცა სასტიკად ვარ გაზარმაცებული. ამიტომ უნდა დავიწყო ვარჯიში. თორე უკვე მოძრაობაში მიშლის სერიოზულად ხელს, რო ვდგები, რო ვჯდები, ვწვევი, ნებისმიერ მოძრაობას რო ვაკეთებ, უკვე სერიოზულად მტკივა. როგორც ჩანს, საერთოდ აღარ მაქვს კუნთები, რომელიც ჩემს ხერხემალს დაიჭერს. მოტივაცია, მოდი.